მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. დღეს რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას 27 მაისს კერძოდ გორში მომხდარი პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი გადამეტების მიმართ. რაც შეეხება ახლა იმ პოლიციელებს, რომელმაც გადაამეტეს იმ სამსახურულ მოვალეობას და ცემეს ორი პირი, ანუ გაუსწორდნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუნდობლად გაუსწორდნენ იმ ორ პირს და დღეს დაკავებულია პოლიციელები და მათ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დღეს ჩვენ გვყავს სტუმარი ბატონი ტრისტან წითელაშვილი, გენერალ-მაიორი, რომელმაც იცის სტრუქტურული რა სტრუქტურა არსებობს და რომელი სტრუქტურამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და ჩვენ ის დღეს გვეტყვის რა იყო იქ გადამეტება, რა არ იყო გადამეტება და როგორ უნდა ემოქმედა დღევანდელი პოლიციას ამ სპეცოპერაციის დროს. მობრძანთ ბატონო. მოგესალმებით. ბატონო ტრისტან, რაც მოხდა გუშინ 27 მაისს გორში, პოლიციელებმა იძალა და ორ პირზე და ის ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და რომლებიც საავადმყოფოშიც გადაიყვანეს ის დაზარალებულები და 6 პოლიციელი უკაცრავად დაკავებულები არის და მათ ბრალი წარუდგინეს და ალბათ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. აი თქვენ რა სიტყვით? თქვენ ვიცი რომ ეს სტრუქტურა კარგად გესმით, იცით რა არის სტრუქტურა, იცით რა არის კანონი და კანონის ფარგლებში როგორ უნდა ემოქმედა პოლიციელებს სპეცოპერაციას როცა ატარებენ, მოდი ესე ვთქვა, და ამათმა გადაამეტეს და ცემეს, ეხლა კადრები არსებობს, ამ კადრებს ვერ გავექცევით, იქ ქვაღორღი იყო და იმ ქვაღორღზე უცემეს რა ეს ბიჭები და ძალიან სამწუხარო ამბავია დღევანდელ საქართველოში და დღევანდელ პოლიციის სტრუქტურაში და გასაკუთრებით სამინისტროში და თქვენ უფრო კარგად აუხსნით მაყურებელს კანონის ფარგლებში როგორ უნდა ემოქმედა ამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით ბატონო კახა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, სრულიად საქართველოს. მართლაც გეთანხმებით და სამწუხარო ფაქტია ეს, ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ეს მოქმედებს არათუ მარტო პოლიციის იმიჯზე, არამედ ქვეყნის როგორც პოლიტიკურ იმის ავტორიტეტულ იმიჯზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ეხლა რა თქმა უნდა, მე რაც ვიხილე და რაც ვნახე, მე ვადევნებ თვალყურს და ვადევნებ ეს დღეებია თვალყურს სწორედ აი მომხდარს რაც მოხდა გორში და როგორ იმოქმედა პოლიციის თანამშრომლებმა. ამას აქვს რამოდენიმე ვერსია გამიხილოთ, მოდი. პირველ რიგში ეს იყო ერთი ინდივიდუალური პირის დაპატიმრების პროცესი. სადაც ამ შემთხვევაში ის რაოდენობა პოლიციელების რაოდენობა არც იყო საჭირო იქ. იქ შესაძლებელი იყო, ეხლა ამ კუთხით მივუდგეთ. თუ კი ეს პირი რაიმე ტიპის დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი და მასზე გამოცხადებული იყო ან ძებნა, ან რაღაც გარკვეული სამართლებრივი კუთხით დაიწყო დევნა, ხო? ამ შემთხვევაში შეიძლებოდა სხვა სახის ოპერაცია ჩატარებულიყო და დაეპატიმრებეთ ეს ადამიანი. თუ დაუშვათ ეს ადამიანი ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა გორში მის ნაში ოჯახში და ჩვეულებრივად საზოგადოებაში იყო ეს. ის შეეძლო მის ინსპექტორს, როგორც წესი გამოეძახებია პოლიციაში და მოსულიყო და ამ გამოძახების საფუძველზე შემდგომ თუ დანაშაული ჰქონდა მას რამე და რამე შეჭვინტანილი იყო, იქ გამოძიება წაუყენდა ბრალს. აი მე გეუბნებით ახლა ვარიანტებს გეუბნებით. თუ ეს პიროვნება იყო შეიარაღებული და მას სასროლი იარაღი გააჩნდა და ის დადიოდა საზოგადოებაში და ის საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებას და ის რაღაც გარკვეულ ტიპის დანაშაულებებს ამზადებდა, ხო? ამ შემთხვევაშიდაც სხვა სახის ოპერაცია შეიძლება ჩატარებულიყო, მაგრამ ანუ ეს ოპერაცია მიუღებელია ყველასთვის. ანუ რაც მოხდა, ხო, რაც მოხდა, ჯერ ერთი რომ მოდი ასე ვთქვათ და ასე განვიხილოთ. პიროვნება, თვითონ პიროვნება, ვიზუალურად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხო? და რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ აქვს. შიშველი ხელებით არის ეს ადამიანი, იქ თითქოს და ცდილობდნენ რომ თითქოს მას ცივი იარაღი ჰქონდეს, ანუ დანა რაღაც ესეთ ან ბლაგვისაგან ეკავა ხელში რაღაცა და ამან გამოეწვია საფრთხე პოლიციასთან მიმართებაში, არც ამდენი პოლიცია არ იყო საჭირო იქ. არ იყო. ბატონო ტრისტან, მე თქვენთან მაქვს ერთი კითხვა. დიახ. როცა სპეცოპერაცია ტარდება,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფმა უნდა ჩაატაროს სპეცოპერაცია თუ ამისთვის არსებობს ცალკე სტრუქტურა? ეხლა გეტყვით, როდესაც გარკვეული ტიპის სპეცოპერაციები ტარდება და ეს სპეცოპერაცია არის დაგეგმილი იმისათვის, რომ არის გარკვეული პირთა ჯგუფი, რომელიც შესაძლებელი არის ამ პირთა ჯგუფმა გაუწიოს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს, ამ შემთხვევაში ღებულობს ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას და მათ ყავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმები. კი ბატონო. რაზმი, რომელიც არის ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს მიტინგებზე რომ გამოყავთ ეს სპეცრაზმი, ხო? ანუ იქ არც სპეცრაზმი არ იყო. ესე იგი, თუ არ იყო სპეცრაზმი, ესე იგი არ იყო ის ოპერატიული ინფორმაცია, რომ დაუშვათ ეს პიროვნება, რომელი პიროვნებას დააკავეს, ის წარმოადგენს საფრთხეს არათუ მარტო პოლიციელებისთვის, არამედ ადამიანთა მიმართებაში. ანუ ვიღაცა პოლიციელმა ჩათვალა საჭიროდ ეს, ვიღაცა პოლიციელი გასარკვევია ვინ არის და ეს პოლიციელთა ჯგუფი, რომელმაც ჯგუფმაც ეს ოპერაცია ჩაატარა და ამ ოპერაციის საფუძველზე უკვე შეულახა მთელ პოლიციას იმიჯი და აბსოლუტურად უკვე საზოგადოების თვალში ის რეიტინგის პოლიციას ჰქონდა და გააჩნდა, უკვე ეს არათუ წავიდა იმაში, რომ ზემოთ სიმაღლეზე, არამედ ქვემოთ წავიდა, ვარდნაში წავიდა ეს რეიტინგი, ხო? ანუ ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს რა კუთხით, იცი? ეს იყო ორგანიზებული პროვოკაცია. პირდაპირ გეუბნებით. პროვოკაცია ვის წინააღმდეგ? თვითონ პოლიციის წინააღმდეგ. რადგან დღეს პოლიცია მოქმედებს ეფექტურად და პოლიცია დღეს საკმაოდ ორგანიზებულად და საკმაოდ კარგად ართმევს თავს. არ არის დღეს ის პოლიცია, მოდი შევჯერდეთ ამაში. არ არის დღეს ის პოლიცია, რაც სააკაშვილის დროინდელი პოლიცია იყო. მაგრამ მოგვაგონა იმ პოლიციას ამ მაგრამ ამ საქციელებმა გამახსენა სწორედ სააკაშვილის დროინდელი რეჟიმის პოლიცია. აი ამ საქციელმა და ამ მოქმედება. ანუ მე არაერთხელ მithქვამს და დღესაც ვამბობ და დღესაც ყოველთვის ხმამაღლა განვაცხადებ. ყველა ძალოვანი სტრუქტურა არის გასაწმენდი. ძალოვან სტრუქტურებში დღეს ძალიან ბევრია და ძალიან კარგად არიან და ძალიან კომფორტულად თავს გრძნობენ მსგავსი დივერსანტები. მე ამათ დივერსანტებს და საბოტაჟნიკები. ბატონო ტრისტან, ერთი კონკრეტული კითხვა მაქვს ახლა და თქვენ პოლიტიკური ვერზე, რა თქმა უნდა, რა ვიცი, თქვენი ანალიზი სწორად მიაჩნია მაყურებელსაც სხვა გადაცემაში და თქვენ გადაცემაში როცა საუბრობ და მე ვიცი რომ თქვენ სწორ ანალიზს დადებთ ახლა ამ შემთხვევაში ჩემი კითხვიდან გამომდინარე. დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუა კიდევ ჩაბუდებული ის ნაციონალური მოძრაობის პოლიციელები და შეეძლო თუ არა იმ პოლიციელებს გაეშევებია, მოდი ახლა არჩევნები უახლოვდება და შეეძლო თუ გაეშევებია ქართული ოცნება ამით. ფაქტის სახელზე გვაქვს. ეს რაც მოხდა ახლა. ეს არ გეგონოთ, რომ ეს პოლიციელებს შემთხვევით რაღაცა ან გადაცდომა, ან ამ ესე იგი ოპერაციის ჩატარების დროს ვიღაცამ თავისთავად ვერ გააკონტროლა და ამ რაღაც გარკვეული ემოციური ქმედებებიდან გამომდინარე ჩაიდგინეს მსგავსი დანაშაულებები. არა, ეს არის შეგნებულად დაგეგმილი, გაწერილი სცენარი, რომლის საფუძველზეც მათმა ეს გააკეთეს, რომ იმიჯი შეულახონ ქართულ ოცნებას და ეს გამოიყენონ იმ ძალებმა, ჩასაფრებულმა ძალებმა, რომელიც ჩასაფრებულ ძალებსაც ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გვემუქრებიან მეორე ფრონტის გახსნით, როგორ გვემუქრებიან რევოლუციებით და ასე შემდგომ. ადამიანს, რომელსაც აი სიღრმისეულად ჩავწვდეთ. ადამიანს, რომელსაც 10 პოლიციელია დასეული ზედ. ერთ ადამიანზე, რომელი ადამიანსაც ფაქტიურად არანაირი, ესე იგი, განძრევის საშუალებაც არ აქვს და რომელი ადამიანს ერთ პოლიციელსაც ვერ გაუმკლავდება მისი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე. მაგრამ ამ 10 პოლიციაში რამოდენიმე პოლიცია მას პირდაპირ წიხლებს უტყამს, მუშტებს უტყამს და თითქოს უნდათ მისი შებოჭვა. ხო, მაგრამ აქ 6 პოლიციელია ჯერჯერობით დაკავებული. გასაგებია, მაგრამ 10 რამდენს დააკავებენ, არა მარცის, მაგრამ კი ბატონო, ესენი მაინც მონაწილე არიან. დამასრულებინე, შეხედე შებოჭვითი პროცესი, როდესაც მიმდინარეობს პიროვნების და არა ესა მოგერიებითი კირაში. ამას ყველაფერს თავისი ისა აქვს მეთოდი და ყველაფერს თავისი მოქმედების ისა აქვს ჩარჩო, ხო? პირს, რომელსაც იარაღი გააჩნია და შენიც რო შეიარაღებული არის, შენ მასთან ასე კონტაქტურ ბრძოლაში არ შედიხარ.
შენ იმას ვცდილობ, რომ შორიდან როგორმე რაღაცნაირად ის დააზიანო, რომ მან ის გახდეს უკვე არაბძოლისუნარიანი და საპასუხოდ არ გაგიხსნას ცეცხლი და შენ არ მოგაყენოს ზიანი და სხვა დანარჩენ პირებს, მაგრამ ამ ადამიანთან უკვე მისულები იყვნენ, გაიგე? ეს ადამიანი უკვე შებოჭილის ყავდათ, გადაბოჭილის ყავდათ და ფაქტიურად უკვე მის მათხელში იყო ყველაფერი, მაგრამ აი ესეთ პროცესში ყოფ და ასეთ ესე იგი მდგომარეობაში ყოფ ადამიანს მაინც ცემდნენ. ანუ ყველა ის პოლიციელი, რომელიც მასზე ხელი აღმართა და ცემდა, ხო? ასე იგი ყველა ემოციებში იყო, ყველა ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებებს? არა, ეს იმისთვის არ იყო და იმისთვის გაკეთდა, რომ დღეს და ხვალ შემდგომ აი შეხედეთ, დღეს და ხვალ შემდგომ უკვე გამოიყენონ ეს პოლიტიკურად და ქართულ ოცნებას აუფრიალონ. ნახე? აბა შეხედი ახლა რა ხდება. ნახე, პარალელურად ვავლებ ახლა. ერთი კვირა ქართული ოცნება ტელეეკრანებზე პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი და ასე შემდგომ უცხო ქვეყნის ბრიუსელის სპეცსაზმზე საუბრობდა, ხო? იქ რომ ადამიანებს ცემდნენ, მოკლედ ესე იგი ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ, რომ ეს მიუღებელი არის ყველანაირ იმაში რა, მოქმედება. ხო, ჩვენ დაგვიდებ დირექტივებს, იმიტომ თქვენთან ნახეთ რა ხდება. რა ხდება? ხო, მაგრამ აგერ პასუხი გაცეს, ნახე? ჩვენთან ხდება მარტო? ნახეთ თქვენი პოლიციელები რას აკეთებენ? აი უბრალოდ ამას ბევრი კი ვერ აღიქვამს, ეს მართლაც ხელოვნურად ყველაფერი გაკეთებული არის იმისათვის, რომ იმიჯი შეუქმნან, როგორც ქართულ ოცნებას, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ პოლიციელებს, რომელი პოლიციელებს მართლა დღეს გმირულად არიან გადაფარებული ჩვენს ქვეყანაზე კანონსისავენ და მშვიდობას იცავენ. ბატონო ტრისტან, ხო იცოდა ამ პოლიციელებმა, რომ ამათ სისხლის სამართლის საქმე მოყვებოდა და აღიძვრებოდა საქმე ამას წინაშე. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ცოტა გარანტიებიც ჰქონდათ ამათ? რა თქმა უნდა, როდესაც გავს ესე იგი უკვე ასეთ ქმედებაზე, ასეთ იმას ოპერაციას ასრულებ ადამიანი, ხო? იქ უკვე გარანტიები გაქვს, შენ ყველანაირი. იქ უკვე ფინანსური გარანტიებიც გაქვს და ის გარანტიებიც გაქვს, რომ დიდხან არ გაჩერდება ციხეში. ის გარანტია ისია რა აკეთებ არაფერს, ისე ვერ გააკეთებ ვერაფერს. და ეს გარანტიები ხა მე ამას პირდაპირ კი არ ვამბობ, მაგრამ აი მე ვამბობ რას იცი, ვერსიები მომყავს, ხო? ხო, დაშვებებს მაგრამ ყველაზე მეტად, რასაც მე ვამბობ, ახლა უფრო ახლოს არის სწორედ აი ეს დივერსიული და ეს სწორედ ის ქმედება, რომელიც ქმედებაც არის დაწინასად გაწერილი სცენარის საფუძველზე. და არა ეს რომ შემთხვევით რაღაცა პოლიციის მოვიდა ის. ეს უბრალოდ ამას მე ვამბობ იმ კუთხით, რომ შემთხვევით ყოფილიყო ეს ყველაფერი, ხო? და დაუშვათ იქ ხელი წასდომოდა პოლიციასა, რომელიღაცას ხელი დაეთყა, ხო? ის მეორე ეთყო და გაჩერდი ნუაკეთებ მაგას არ გინავს, შემოჭილი ხავს, დაპატიმრებული ხავს, თავი დავანდებოდ, ხო? ორ ადამიანს თავისუფლად შეიძლება ეს ადამიანი დაეკავებინა, ხელმოკლები და წაიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა რომ იქ ორი ადამიანი კი 10 ადამიანი არის, ხო? ბატონო ტრისტან, შეხედე მან ვიდეო კადრს მე რო უყურე. იმ გარე მოცვაში არავინ არ იყო პოლიციელების და ამ ორი ადამიანის მეტი. არავინ არ იყო, მაგრამ გავრცელდა ვიდეო კადრები. ვინ იყო ის ადამიანი, ან რატო დაჭირდა ვიდეო კადრი გადაეღვა? დანაშაული პირიქით უნდა დაეფარათ ამათ, ხო? მაგრამ ეს დანაშაული კი არ დაფარეს. მთლიანად გამოიტანეს სოციალურ თემებში და ამაზე, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ. იცით რა არის დანაშაული უნდა დაეფაროთ და ამ დანაშაულს იმ შემთხვევაში დაფარავდნენ და იმ შემთხვევაში მოხდებოდა ამ დანაშაულის ესე ლოკალიზება, თუ დაუშვათ ეს იყო შემთხვევით. აი შემთხვევით დაგავების დროს შემთხვევით მოხდა ფაქტები. ამის ნახვა იყო საჭირო. აი ეს გავაკეთეთ, ჩვენ შევასრულეთ? აი ჩვენ ეს შევასრულეთ და ამის ესე იგი საზოგადოებაში გამოტანა იყო საჭირო, რომ ხალხიზა დაენახებიათ. ნახე რას აკეთებს პოლიციელები? ამის უფრო მეტი მაგრამ იცოდნენ რომ ციხეში წავიდოდა და ის ვინც იღებდა ხო ის შემთხვევით არ იღებდა მას ის ვინც იღებდა ის პოლიციელი იღებს მას ამას ყველაფერს ის ვინც იღებდა ხო ის იმიტომ კი არ იღებდა მას რომ აი დანაშაული გავხსენე დანაშაულის პროცედურა მოახდინა არა ანუ იმასაც დავალება ქონდა რომ მას ეს უნდა გადაეღო და ეს უნდა ენახა საზოგადოებას ეს უნდა ენახა მსოფლიოს ამას აატრიალებენ კიდევ თქვენ აი ნახოთ ამ დღეებში ხო ეს უნდა ენახა ოპოზიციას და ეს უნდა ენახა იმ კურატორებს რომელთა კურატორებმაც მისცეს დავალება შესაბამის თავის აგენტურას რომ მსგავსი ესე იგი პროვოკაცია უნდა მოახდინონ და უნდა გააკეთონ უნდა შეასრულონ ეს ყველაფერი და ამ შემთხვევაში უკვე ისე ჩათვლიან ამას ჩათვლიან უკვე რომ გეგმა შესრულებული არის უკვე და უკვე ივალდებულება რა ვალდებულებად მათ აქვს აღებული ამ პოლიციელთა მიმართებაში ამ ვალდებულებას ეტაპობრივად ისინი ჩვეულებად შეასრულებენ. ბატონო ტრისტან, თქვენ როგორც აი ამ სტრუქტურაში, ანუ სტრუქტურა როგორც იცით, მოსახლეობას და
იმ მოქალაქეებს რო უთხრათ, როგორ უნდა მოიქცნენ ამ შემთხვევაში, როცა პოლიცია თავს ესხმის. ან რა უნდა გააკეთოს თავდასაცავად. იცით რა არის ჩვენ მე ვარ სამხედრო ჩვენი სტრუქტურა და პოლიციის სტრუქტურა სრულიად განსხვავდება ერთმანეთში, იმიტომ ისინი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლებიც საზოგადოებრივი წესრიგს ებრძვიან დამნაშავე და სამყაროს და ასე შემდგომ, მაგრამ რაღაც გარკვეული შეხებები გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი შეხებები ქონდა, როდესაც ქვეყანაში დაუშვათ მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, რაღაც გარკვეული ოპერაციები ტარდებოდა და ამ ოპერაციების საფუძველზე სამხედროსაც ვიდეო და ოპერაციის მონაწილეობას მიიღებდა პოლიციელებსაც. ეხლა როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, თქვენ მეკითხებით ამ შემთხვევაში, როდესაც ის და მოქალაქემ თავი როგორ უნდა დაიცვას? არა, მოქალაქეს ჯერ ჩვეულებრივ მოქალაქესა რა უნდა პოლიციას? ჩვეულებრივ მოქალაქე არა? არა, რას გეუბნებით? მე ვამბობ, ჩვეულებრივ უდანაშაულო მოქალაქესა რა უნდა პოლიციელს? პოლიციელი უდანაშაულო მოქალაქესა იმ შემთხვევაში მიდის თუ იმას ამე დახმარება ჭირდება და აღმოუჩინოს დახმარება. და თუ მოქალაქე არის დამნაშავე და ეჭვმიტანილი, ხო? ამ შემთხვევაში პოლიციელი მოქმედებს სწორედ იმ წესდების ფარგლებში, რომელიც წესდების საფუძველზეც არის რამოდენიმე ვარიანტი პიროვნების დაკავების. თუ კი კიდევ ამბობ, პიროვნება არის გაახშენ, ახლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხდება ეს ყველაფერი. და როდესაც უკვე შენ ატარებ ოპერაციას ან პირის დაკავებას, ამ შემთხვევაში მთლიანად მთელი ეს ოპერატიული ინფორმაციები გადამუშავებული გაქვს უკვე. აი იგი აბსოლუტურად ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი იცი, ყველაფერი გათვლილი არის. რა საფრთხე შეიძლება წარმოიშვას იმ მოქალაქე და რომელი მოქალაქის დაკავებას შეგინა, ხო? და ამ შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისად. რა საფრთხე არის დაუშვათ იმ მოქალაქეს მხრიდან შესვიმართ, ხო? იმის დამიხედვით მოქმედებს. ამ შემთხვევაში ახლა იქ არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, არანაირ ამ მოქალაქეებსაც ისინი ასე ექცევიან და ანუ როგორც თქვენ შემთხვევაში იყო მოვიდნენ სახში დაგაყაჩაღეს და დაერეკათ მიხვიდოდი გამოდებაში და რა თქმა უნდა აი ესეა ახლა თუ ის იგივე შემთხვევა არის ისვის არსებობს უბნის ინსპექტორები ეს ახლა ადრე იყო ეს უბნის მაგრამ შემდგომ მოიდა ეს ინსტიტუტი დაშალეს ახლა პოლიციელები არიან მაგრამ უბნებში დაიარებ უბნის ინსპექტორმა სულ ზეპირად იცოდა ყველაფერი მისობაში ვინ როგორ სუნთქავდა ვინ რას წარმოადგენდა ვინ რას საფრთხე ჰქონდა თუ რომ ეს ყოველდღიური მუშაობის პროცესი იყო მათი ხო ბატონოტრის და როდესაც მაპატიეთ როდესაც რაღაც გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია არსებობს პირის მიმართ და აქ ჩაბული არის უკვე საგამომძიებრო სამსახური ადრე იყო სისხლის სამართლის სამძებრო სამსახური ჩართული იყო ეხლა კრიმპოლი არის ხო ისინი ჯერ უბნის ინსპექტორებს ეკითხებოდნენ პიროვნებაზე ვინ არის ის და რა წარმოადგენს და იმის დამიხედვით იქიდან იწყებოდა ყველაფერი მე ისა რა ქვია დამუშავებები თლიან პიროვნებებში თუ უბნის ინსპექტორმა იცის ვინ არის ტრისტან წეთელაშვილი ხო ბატონო ტრისტან მე მაგალითად დაშვებას გავაკეთებდი ამ სურათს როგორც გადავხედე იმ წუთში თქვი რომ ეს ხომ არ არის პირადი ანგარიშწორება რაღაც აი ქუჩური გარჩევა თითქოს და უბრალოდ ფორმე ეცვა პოლიციელებს. არაფერი არა მსგავსი გამორიცხოთ იმ პირადი ანგარიშწორება რო ყოფილიყო მანდ პირების მიმართ და ვიღაცი განაწყენებული პოლიციელი ყოფილიყო მსგავსი სახის სცენარი არ დაედმობოდა და მსგავსი სახის მოქმედებებს არ გააკეთებდა ის პიროვნება რომელიც პიროვნებასაც დაუშვათ მის წინააღმდეგ რაღაც ქმედებები უნდა ჩაედინა. არა ეს კიდევ ვიმეორებ ჩემი შეფასებებიდან და ჩემი ანალიზიდან გამომდინარე ეს იყო ორგანიზებული პროვოკაცია ქვეყნის და პოლიციის წინააღმდეგ. და ხელისუფლების წინააღმდეგ და ეხლა ვინ გააკეთა ეს უკვე უნდა ევაშკაცოს საგამომძიებო სამსახურებმა პროკურატურამ და შესაბამისად სპეცსამსახურებმა რომლებმაც არათუ მარტო პოლიციელები რომელი პოლიციელებმაც ეს შეასრულეს ეს პროვოკაცია არამედ დამკვეთებზე უნდა გავიდნენ შეიძლება ეს დამკვეთები არ იყვნენ საქართველოში ქვეყანაში ქვეყნის ფარგლები არ ეთიყვნენ მაგრამ საზოგადოებას უნდა გვითხრას რომ აი ეს მართლაც პოლიციელების შეცდომა და რაღაც პოლიციელების მხრიდან არასწორი ქმედებები და გამომდინარე კი არ მოხდა. ეს მოხდა იქიდან გამომდინარე რომ არსებობს კიდევ ამ ქვეყანაში ის დივერსიული ჯგუფები, რომელიც დივერსიული ჯგუფების ქვეყანას უქმნიან საფრთხეს, როგორც მის აი უსაფრთხოებას, ასე მის პოლიტიკას და ხელისუფლებას და ასე მუშაობენ იმისათვის, რომ მთლიანობაში კომპლექსური იმიჯი შექმნან ისეთი, რომ მსოფლიოს დაანახონ საქართველოში არის მოძალადე პოლიცია, მოძალადე ჯარი, მოძალადე უშიშროება და საქართველოში არის მოძალადე ხელისუფლება. რასაც
ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლება ერთი კვირაა გაიძახის სწორედ იმ უცხო ქვეყნის სპეცრაზმელების წინააღმდეგ, ხო? ანუ ეს სცენარი დაიწერა და კარგად გამოვიდა. ბუნებრივია, მე ახლა ბმა აქვს, ბატონო, ხა ყველაფერი ხო ხედავ, ბმა არის. ერთი კვირა ხვატრიალია სამგენო. ბატონო ტრისტან. ბატონო, გაგეცეთ პასუხი აგერ, ხო? ბატონო ტრისტან, მიტინგების დაშლის პერიოდში ნუ სპეცრაზმა თითქოს გადაამეტა და ისინი დაიჭირეს, რომელიც ქვეყანას იცავდა და მთავრობას იცავდა. ის სპეცრაზმელები დაიჭირეს. ეხლა მოდი ჩვენ გვაქვს ორი მოცემულობა. ერთი სპეცრაზმი, რომელმაც გადაარჩინა მთავრობას და სახელმწიფოც და მეორე პოლიციელებმა, რომელმაც წაიყვანეს ორი ადამიანი ან იმ შემთხვევაში იქ ადგილზე ცემეს, აი რა განსხვავება ამაში. აი ეს მინდა მაყურებელს სწორად რო აუხსნათ. კარგი შეკითხვა არის, ბატონო გახა. და მე ამის შესახებ არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და ინდივიდუალური მიმართვაც კი გავაკეთე ხელისუფლებას მიმართებაში. აქ გვაქვს ჩვენ ორი სხვადასხვა მოცემულობა. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე სპეცრაზმელებთან მიმართებაში, რომ ეს სპეცრაზმელები არიან უდანაშაულო ადამიანები. და რატომ? ეს სპეცრაზმელები იცავდნენ არათო მარტო იქ ყოფ და იქ შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ იქ გადამწვარი იყო რუსთაველი და ფაქტიურად არ დაანგრეული ყველაფერი. ეს ადამიანები იცავდნენ ქვეყნის ინტერესებს. ეს ადამიანები იცავდნენ ქვეყნის ხელისუფლებას. ეს ადამიანები იცავდნენ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელზეც არის დაყრდნობილი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი კანონი, ხო? ეხლა ავიღოთ რა, რომ ამ ადამიანებს წავუყენეს ბრალი, რომ ძალას გადაამატესო. ბატონო გახა, ეს არის აბსურდული ბრალი. რადგან ძალის გადამეტება იქ, იცით რა არის? შექმნილი სიტუაცია, როგორც მოითხოვა. შენ წინააღმდეგ მოდის შეიარაღებული ადამიანი. იყო იარაღი, მოდი შევცავთ იმას, იყო იარაღი. იყო ცივი იარაღი, იყო ცივი იარაღი. იყო ბლაგვისაგნები, იყო ბლაგვისაგნები. იყო ქვები, იყო ქვები. იყო მოლოტოვის კოქტეილები, იყო მოლოტოვის კოქტეილები. იყო ის ორგანიზებული მოქმედებები, იყო პილოტექნიკა, მეტი რაღა გინდა. აგური, ქვა ყველაფერი. ყველა მეტი რაღა, მეტი შეიარაღება რაღა გინდა. იმისათვის რომ შენ დააზიანო და შენ ის გეგმა, რომელი გეგმას გააქვს შენ, მოდიში მოიყონო სისრულეში, ხო? ანუ დავინახე მე ვარ სპეცრაზმელი. საფრთხე? დავინახე საფრთხე. საფრთხე მარტო ჩემ წინააღმდეგ კი არ დავინახე. მთლიანად შექმნილ მდგომარეობას ნაკავშირებით, რომ წამოვიდა იერიშზე წამოვიდა უკვე ჯგუფი. იქ იყო მცირე ტაქტიკური ჯგუფები და მოქმედებდნენ ორგანიზებულად. კი. ერთი ჯგუფი მიდიოდა დაუშვათ მარცხენა ფლანგზე, მეორე ჯგუფი მიდიოდა მარჯვენა ფლანგზე და მესამე ჯგუფი პირდაპირ აწარმოებდა მოქმედებებს, ხო? ამ შემთხვევაში, როდესაც ეს სამი ჯგუფი მოქმედებდა სპეცრაზმელების წინააღმდეგ, შემდგომ ჩანაცვლება ხდებოდა ამ ჯგუფების. ხები რა შეასაქმე? დასვენებული ჯგუფი შედიოდა, ეს გამოდიოდა და ის სპეცრაზმელები არ იცვლებოდნენ, იქ იდგნენ 24 საათი. ამიტომ იმ დროს, იმ მომენტში, როგორც მოითხოვა შექმნილ მდგომარეობამ, ისე იმოქმედა იმ სპეცრაზმელმა. აი ესია, ბრძოლა იყო, კონტაქტური ბრძოლა იყო ეს უკვე. და აქ უფრო კონტაქტური ბრძოლა იყო ეს უკვე და ამ კონტაქტურ ბრძოლაში ახლა მე ველოდო ის როდის გამოგრավ ჩახმას ხელს და მას ეს მოახდენ ჩემ ლიკვიდაციას, ან როდის გამიყეს დანას მუცელში, ამას ეს იყო, ეს საშიშროება იყო, ამას ჩვენ ხედავდით. ეს მსოფლიომ დაინახა, ხო? ამ შემთხვევაში, რაც ახლა პოლიციელებმა გააკეთეს, ეს დანაშაული არის. და ამ დანაშაულზე კიდევ ვიმეორებ, არათუ მარტო ამ პოლიციელებმა უნდა აგონ პასუხი, არამედ იმ დამკვეთებმა და იმ რომ იტყვი მფარველებმა და იმ კურატორებმა, ვიდანაც მოდის ეს პროვოკაცია. ეს არის პროვოკაცია პოლიციის და ქვეყნის წინააღმდეგ და შესაბამისად ეს ორი სხვადასხვაობა აქ არ არის დანაშაული, რაზეც სპეცრაზმელებს ედავებიან, აქ კიდევ დანაშაული არის. და დანაშაულზე ბოლომდე უნდა ჩაწვდეს შესაბამისი სამსახურები და შერწყმულად პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშიშროება უნდა იმუშაოს იმისათვის რომ ბოლომდე სიღრმისეულად დაგვანახოს საზოგადოებას რა მოხდა აქ. ეს იყო შემთხვევითობა თუ ეს იყო პროვოკაცია, დაგეგმილი პროვოკაცია ქვეყნის და პოლიციის წინააღმდეგ. ბატონო ტრისტან, მოსალოდნელი არის თუ არა კიდევ ესეთი პროვოკაციების მოწყობა ჩვენ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან? მე ძალიან წუხარ, რომ ესე პირდაპირ მიზანი მართულად მიზანში ყავთ ამოღებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. იმიტომ რომ
ეხლა მე ვიცი რატოც არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საერთოდ სახე ქვეყნის, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ქმნის შიდა პოლიტიკურ ამით ქვეყანაში და შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელიც მთლიანად ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას იცავს, ხო? ეს არის ისეთი უწყება, რომელსაც უწყებამაც ყოველთვის უწყებას უნდა ქონდეს ნდობა საზოგადოებასთან. საზოგადოების ნდობის გარეშე ეს უწყება ვერ იარსებებს. ანუ დღევანდელ შინაგან საქმეთა სამინისტროს გინდა არ გინდა აქვს ეს ნდობა, გაიგე და პოლიციელები მუშაობენ. ამიტომ ეს ნდობის დაკარგვა და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითონ მთელი ეს სტრუქტურული ქვედანაყოფების მარგინალიზება არის სწორედ მსგავსი დივერსანტების რომეთქვი ამოცანა. და მოსალოდნელია კიდევ მეტ პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, რადგან ახლა არჩევნების ახლოვდება, ჩვენ ვიცით რომ ირგვლივ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ და ყველა უცხო ქვეყნის სასახურები ამ ქვეყანაში მუშაობენ ჩვენ წინააღმდეგ და შესაბამისად ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს იმოქმედებენ იმისათვის რომ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ესეთ გამარგინალება მოახდინონ საზოგადოების თვალში და მსოფლიოს თვალში და წარმოაჩინონ ისეთი ქვედანაყოფი შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ თითქოს ეს არათუ პოლიციელები, არამედ არის კაწიჭამიები, რასაც ესე იგი ესენი ცდილობენ და რასაც ასეთი საქციელებიდან გამომდინარე ესენი დღეს ამას ორგანიზებას უკეთებენ. ბატონო ტრისტან, ეხლა დასასრულისკენ წავართ, მაგრამ ორიოდე კითხვას დაგისვამ კიდე. რა არის იმისთვის საჭირო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკონტროლოს თავის სტრუქტურაში მომსახურე პერსონალი? ახლა იცით რა არის? მოდი ახლა მაინც ეს ავაცახსენებელი სააკაშვილმა ვახსენო, მაინც სააკაშვილმა რა გააკეთა, რომ მოვიდა ხელისუფლებაში. პირველი ის გააკეთა, რომ დაშალა მთელი სისტემა. სახელმწიფო სისტემა დაშალა. ამის გარდა დაშალა პოლიციის სისტემა დაშალა თავიდან გაანოლა. შევარდნადეს ესე იგი დროინდელი პოლიციელების უყოლა გაუშვა, მე მაგათ არავის არ ვენდობიო. აბსოლუტურად. ეს მოხდა, რაც ეს ფაქტი იყო. მოდი დღეს ვაღიაროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად მუშაობს, ეფექტურად მუშაობს, მაგრამ ეს გამონაკლისი ავაცახსენებელი. მაგას აი მადმედი ვარ ახლა ნახეთ, შესაბამისად შემდგომ გააუქმა პოლიციის აკადემია. რომელზეც მთელი ის იყო შექმნილი. ინსტიტუტი იდგაზე. აბა რა, ეს გააუქმა და რაღაც გადაიყვანეს კურსებზე და კურსებზე, საოფიცრო კურსები და აბსოლუტურად პოლიციური სწავლებები ნენელა შეზღუდეს, ხო? და ეს გააკეთა სააკაშვილმა ყველაფერი და ეს აქვს ამას, ეს მემკვიდრეობა მიიღო ამ ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მოახერხა ქართულმა ოცნებამ ის რომ ისას იმ მაშინ რასაც აკეთებდა სააკაშვილის პოლიცია, დღეს ეს პოლიცია მას არ აკეთებს, ხო? მოახერხა ის ქართულმა ოცნებამ რომ შესაბამისად ის პოლიციის შელახული ავტორიტეტი და სახელი რომელიც სააკაშვილის დროს იყო და პოლიციის კაცჭამიებს უძახოდნენ და ხალხს ქუჩაში ხვეწენ, ეს დღეს აღარ ხდება. პირდაპირ თქვა. ეხლა თავარი რა არის ისი? თავარი ის არის რომ ჩვენ ბაზა არის შესაქმნელი ქვეყანაში. ის ბაზა არ გვინდა ჩვენ ის მოდელები, ამერიკული მოდელი, ევროპული მოდელები, შენი ქართული მოდელი გააკეთე, გაიგე, რომელიც ჰქონდა საბჭოთას უძახი იმას, მაგრამ ის იყო და მუშაობდა და ეფექტურიც იყო და იცოდა პოლიციელმა როგორ უნდა მიდგომოდა ადამიანს და როგორ უნდა ემოქმედა და რა უნდა გააკეთებია, ხო? შენ ქართული გააკეთე. სადო შემოგაკი კიდან სხვისი რაღაცა, რომელიც შენთვის მიუღებელია, ხო? შენი თვითონ სისტემაა შესაქმნელი ქვეყანაში, საპოლიციო სისტემა, რომელიც სისტემაზეა, რომელიც იქნება დაყრდნობილი მთლიანად ეს ძალა და შესაბამისად საგანანათლებლო ბაზა არის შესაქმნელი იმისთვის, რომ პოლიციელმა გაიაროს შესაბამისი სწავლებები და ისწავლოს ის საქმე, რომელიც საქმის საფუძველზე ის დაიცავს ქვეყანას, დაიცავს კანონს, დაიცავს ადამიანებს, მის მოქალაქეებს. ეს არის გასაკეთებელი და გასაწმენდი არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურაც და უშიშროებაც სააკაშვილის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი საბოტაჟნიკები და დივერსანტებით. აი ეს გასაწმენდია მთლიანად. გაიწმინდება ეს ყველაფერი, ჩადგება ყველაფერი სწორ კალაპოტში და შესაბამისად იქნება ის სწორი მოქმედებები პოლიციელების მხრიდანაც, სამხედროების მხრიდანაც და უშიშროებიდანაც და პროკურატურების მხრიდანაც და აღარ იქნება ის პრობლემა ქვეყანაში, რა პრობლემასაც დღეს ჩვენ ვხედავთ. იმ 9 წლიან რეჟიმის შემთხვევაში რომ მომხდარიყო დღევანდელი ინციდენტი რაც მოხდა, ეს 6 პოლიციელი იქნებოდა დაჭერილი თუ არ იქნებოდა დაჭერილი? არა, ისინი დაჯილდოებული იქნებოდნენ. რა თქმა უნდა, ისინი წარდგენილი იქნებოდნენ ჯილდოებზე, სააკაშვილი მოიწვევდა მთელი მას, ასე როგორც მას შეეოდა, გააფენდა დროშებს, ასე ჩაატარებდა რაღაც სასწავლო ღონისძიებას და ამ პოლიციელებს ჩამოგედებდა ჯილდოებს.
ეს იყო სააკაშვილის სისტემა მაშინ. ეს იქნებოდა, ასე ხდებოდა. 100 აჯილდოებდნენ მაშინ პოლიციელებს. აბა გვირგვლიანის მკვლელობაზე ეგ ხო ხედავ დააჯილდოეს პოლიციელები. რომაკიძის მკვლელობაზე დააჯილდოეს პოლიციელები. რომ მე ცხონებული ბაბუამის არ ევაშკაცა ამირანს რომაკიძეს და არ მოეძებნა თვითონ ის მკვლელი ვინც იყო, ხო? ეს ყველაფერი ასეთი პრინციპით ხდებოდა, ასეთი სისტემით ხდებოდა და ამიტომ იყო წახალისებული ყველა ეს პოლიციელი და ამიტომ იყო ყველა პოლიციელი ცდილობდა რომ რაც ბევრ ადამიანს აწამებდა და რაც ბევრ ადამიანს მოკლავდნენ და ცემდნენ იმდენი პრემიები, იმდენი ჯილდოები და ასე ამ სისტემით მუშაობდა სააკაშვილი და ეს უნდა ამოვიღოთ. ეს გადონაშთია ყველაფერი, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა. ბატონო ტრისტან, აი ბოლოს რას ეტყვით შინაგან საქმეთა სამინისტროს? მე კიდევ დაუბრუნდები და კიდევ განმეორდები რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მე ხელმძღვანელობას მინდა უთხრა რომ სისტემა არის თქვენი გასაწმენდი ბატონებო, უნდა გაწმინდოთ აუცილებლად მსგავსი დივერსანტებიდან და შესაბამისად დონე, საგანმანათლებლო დონე უნდა აწიოთ პოლიციაში, რადგან საჭირო არის კი კარგად მუშაობს, ეს ეფექტურად მუშაობს პოლიცია და განსაკუთრებით საპატრულო სამსახური მუშაობს ძალიან ორგანიზებულად, ამას ჩვენ ვხედავთ. კარგი არის ის, რომ იცავთ საზოგადოების წესრიგს, მე მესმის და კარგად მესმის 20 საათიანი დგომა საგუშაგოზე და 20 საათიანი, ესე იგი, რომ ეთქვი ბრძოლაში ჩაბმა რუსთაველზე რას ნიშნავს და რამხელა სირთულეებს წარმოადგენს და ამ სირთულეებთან განკლება გაქვთ თქვენ, მაგრამ ერთი ნიუანსი და ერთი პატარა პრობლემა არის, ეს არის ის, რომ აგენტურა, რომელი აგენტურაც მუშაობს თქვენ სისტემაში კარგად, მოახდინეთ მათი ილუსტრირება და გაუშვით სისტემიდან გაუშვით, რომ თუ გინდათ, რომ ის იმიჯი და ის რაღაც გარკვეული ურთიერთობა ადამიანებთან, რომელიც დღეს არსებობს, უფრო მეტად ავიდეს და აიწიოს და ხალხმა დაგაფასოთ, ხო? მე მესმის კიდევ მიმეორებ. დიდ პატივს გსცემთ ბატონო ოფიცრებო და ბატონო ჯარისკაცებო და სამხრების ქვეშ ყოფი ადამიანის ვალდებულება და მისი მოქმედება და მისი ცხოვრება რას ნიშნავს და როგორ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამას რომ აკეთებთ და უმკლავდებით, ასეთი ადამიანები გიქმნიან თქვენ მერე პრობლემებს და გილახავენ სახელს. აი ესეთი პოლიციელები, რომელთა პოლიციელებმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინეს. გაწმინდეთ, სისტემა გაწმინდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. დამემშვიდობოთ ბატონო ტრისტან, ტელემაყურებლებს და უსურვოთ მომავალ კვირას ბედნიერი კვირა. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ კიდევ და კიდევ. მადლობთ თქვენ მოწვევისათვის, კარგად ვნდებოდეთ.